ადამიანი, რომელიც სწორად ცხოვრობს, მოყვას ის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი აქვს და გახსოვთ ეს სიტყვები, ახლა დღესაც წავიკითხეთ, ხო? ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, თქვენსა ეგრეთვე მსგავსად უყოფთით მათ. ეს არის როგორიც იცით ამბანური ჭეშმარიტება ქრისტიანი სოციუმში როგორ ცხოვრობს. აი ყოველ ადამიანთან, როგორც შენ გინდა მოგექცენ, ისე უნდა მოექცე. მანქანაში ზიხარ და რაღაცა შეჯახება, პატარა ავარია მოგივიდა. იმან დაგარტყა, შენ დაარტყი. იმ წამს აბა დააყენე შენი თავი იმის ადგილას. და როგორც გინდა რომ შენ მოგექცეს, ისე მოექცე და ჩვენ ხო სულ საპირისპიროდ ვაკეთებთ, რატომ არის ხოლმე, რომ დაეჯახებიან და აგინებენ ერთმანეთს, ჩხუბობენ და სულ ესე ადამიანთა ურთიერთობა. არავინ არ ცდილობს იმის გაკეთებას, რომ მოექცეს, მოყვას ისე, როგორც მე მინდა რომ მომექცეს, შევატრიალებ და მოვექცევ ისე. ეს არის ამბანური ჭეშმარიტება ქრისტიანობისა და თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მას ჩვენ ასე მოვიქცეოდით და ჩვენ თუ ასე მოვექცეოდით, სადაც კი ვიქნებოდით, ყველგან 60 დამყარდებოდა. სადაც კი ვიქნებოდით, ყველგან 60 იქნებოდა. და თუ რამდენიმე ვიქნებოდით ესე, გავანათებდით, ყველა მიხვდებოდა, რომ ქრისტე ჩვენთან არის. იმით მიხვდებიან, რომ ჩემი მოწაფეები ხართ. თუ ერთმანეთი გეყვარებათ, ეგ არის ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ ხო ამას ვერ ვაკეთებ. იმიტომ რომ არა ვართ სულით გლახაკ. ეხლა თუ მტერია ადამიანი იტყვის, საყვარი გონება ხო არ ისვენებს. ეხლა მე ამ ლაპარაკობ, რომ ყველა ადამიანს მოექცე ისე, როგორც შენ გინდა მოგექცეს და კი მაგრამ მტერი თუა, ადამიანი იტყვის და ამიტომ აგრძელებს. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალი და იყვნეთ ძე მაღლის. აი რა შემთხვევაში ხდება ადამიანი, მამაო ჩვენოს როყივე თუ ამბობთ, მამაო ჩვენო, აი რა შემთხვევაში ხდება, მამაო როცა შემთხვევაში ცოცხლდება შენი სიტყვა და ეს როყიო ნათქვამი ნამდვილი ხდება და ნამდვილი შვილი ხდები, თუ მტერი გეყვარება. გახსოვთ სილვან ათონელის ამბობს, მტრის სიყვარული, ანუ მოზულის მაჭირებლის რო 1000 მიზეზი შეიძლება იყოს, ხო? მისი სიყვარული, მის და მის სიყვარული, რო არ გაიმეტებ, რო იზრუნებ, რო წყალს მიაწოდებ, რო წამოაყენებ, რო შურს არ იძიებ, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია შენ წინააღმდეგ, მაინც რომ ამას აკეთებ, ამის არსებობა შენში ნიშნავს, რომ შენში საღვთო მადლი, ანუ შვილი ხარ. და ამის ვერ გაკეთება ნიშნავს, რომ შენში საღვთო მადლი არ არის და ჩვენ ხო ვიცით, რომ ესეთები არა ვართ. არ შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება. და მე გვეუბნება, რომ ესე რატო უნდა გააკეთო და გვიხსნის, რამე თუ იგი თავადი ტკბილა არს უმადლოსთათვისაც და უკეთურთა. ანუ ვინც ცუდია, იმისთვისაც ტკბილია უფალი. იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. ანუ ღვთაებრივი სრულყოფილება, ჩვენი გულმოწყალება ღვთაებრივ სრულყოფილებამდე უნდა ავიდეს. ესე იგი, ჩვენი განვითარება არასოდეს არ უნდა შეწყდეს, არასოდეს არ იქნება ისე, რომ ღმერთივით გულმოწყალე ვარ, ადამიანი ტყვის. რა სისულელია? ამიტომ რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს მუდმივად დეფიციტის განცდა გაქვს, რომ არ ახარ ისეთი, როგორ რისთვისაც შექმნა ღმერთმა, ისეთი არ ახარ. ეს ყველაფერი იწყება აი ბანალური განუკითხველობით და განკითხვის სოდვის ალაგმით ჩვენში და ეგრევე ერთი მხრივ ამბობს, ნახეთ, იყავით მოწყალე, ვითარცა თქვენი ზეციური მამა მოწყალია, სად აგვახედა და ჩვენ ვერ ვუწვდეთ თვალს. აუ, და უცებ გეუბნება, ნუ განიკითხავ და არა განიკითხე, ნუ დაჟჯით და არა დაისაჯნეთ, მიუტევნეთ და მოგეტევნეთ. მესმის, რომ უფალი გეუბნება, რომ ძალიან ზემოთ აგახედე, მაგრამ შენ გზაზე დადექი და დანარჩენს მე გავაკეთებ. რა არის ეს გზა, რა რითი დავიწყო? არ განიკითხო, მიუტევე, არ დასაჯო, შური არ იძიო. აი მოყვასი შენს გვერდზე ვინც არის.